მოგესალმებით მეგობრებო, სალამი ყველას. კაიხანია ეთერში არ ყოფილვარ, პირდაპირ ეთერში. სტრიმები არ ყოფილა. ეს სტრიმი აუცილებლად დაიდება YouTube-ზე. ასე რომ, ვინც YouTube-ზე უყურებთ, გთხოვთ აუცილებლად დაალაიქეთ. ასევე გამოიწერეთ არხი, თუ თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია იდება. შევეცდები რომ მაქსიმალურად ხშირად დავდო სხვადასხვა ტიპის ანალიტიკა. ვისაც სურს რომ უფრო მეტი ანალიტიკა კონდეს ბიტკოინზე და ზოგადად კრიპტო ბაზარზე, გირჩევთ გამოიწეროთ Telegram არხი და იქ უფრო აქტუალური ინფორმაცია არის, იქ უფრო სწრაფად და პერმანენტულად იდება ნიუსები კი არა და განახლებები ამა თუ იმ შემთხვევაში, რაც ხდება ამა თუ იმ აქტივზე, ასე რომ ჩემი რჩევა იქნება გამოიწეროთ არხი, Telegram არხი. ასევე YouTube-იც. მოკლედ დავიწყოთ. და ბიტკოინი, ანალიტიკული სტრიმის ბიტკოინის ჩარტის, ეთერიუმის ჩარტის განხილვა დაწვრილებითი ასევე ვიტყვი სეზონზე, ალსეზონ გონია 90%-ის ვარ რომ ძალსწონი აუცილებლად იქნება. ოკეი, პატარა სპოილერი, დავიწყოთ. ბიტკოინის განხილვით და რა თქმა პრემიიდან ეს არის დღიური ნახეთ ვის აქვს მოწერილი Telegram ეს ფიგურები ჩარტზე, ასე რომ გირჩევთ გამოიწეროთ Telegram-ი, ვინც არის ის იმათვის ავხსნი რომ ეს არის ანომალიური მოცულობები, რაც სანთლებში ამა თუ იმ მონაკვეთში გავიდა, ამა თუ იმ ნიშნულზე გავიდა, ანომალიური მოცულობები ნიშნავს რომ ეს ჩვეულებრივი მოცულობები არ არის. ეს ჩვეულებრივი რაც ის მოცულობები არ არის, რაც თითოეულ სანთელში ხდება. ხედავთ რომ ძალიან ხშირი სახე არ აქვს აი ამ მოცულობებს, ყველა სანთელში აბსოლუტურად არ გვხვდება ესეთი ფიგურები. შესაბამისად, ის ადგილი, სადაც გამოიჩენს თავს ესა თუ ის ფიგურა, ხო, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კონკრეტულ ადგილას ხდება ეს კონკრეტული ადგილი ნიშნული, ეს არის მსხვილი კაპიტალის რაღაც ინტერესის ადგილი. ერთი სიტყვით, ეს ანომალიური აქტივობა არის მსხვილი კაპიტალის, მსხვილი ბაზრის მსხვილი მონაწილის იქ. ჩვენთვის სულ ერთია ვინ არის ეს, ეს არის BlackRock-ი, ეს არის Vanguard-ი, თუ ეს არის ჩვეულებრივი მარკეტ მეიკერი, მსხვილი მონაწილის აქტივობა. დავიწყოთ. ეს არის ბიტკოინის ეს პატარა, ასე ვთქვათ, შესავალი. ეს არის ბიტკოინის დღიური time frame-ი. ნახეთ. ეხლა ჩავრთო ის რაც უკვე სანამ ჩავრთავ, მოკლედ გეტყვით. ჩვენ ვხედავთ სამ ძირითად მოცულობით ზონას. ნახეთ, 1, 2 და მესამე. მე უკვე მონიშნული მაქვს და უბრალოდ ჩავრთავ ობიექტებს, ყველაფერს და ეგრევე დაინახავთ. ეს რანდომულად მოვნიშნე, თორე რიგის მიხედვით, რა თქმა უნდა, პირველი მოცულობითი ზონა ეს არის, მეორე შემდეგ რიგის მიხედვით მეორე ეს არის და მესამე უკვე ეს არის. მაგრამ ამ რიგს მიაქცევთ ყურადღებას, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.
უბრალოდ ნომრებს მიაქციეთ ყურადღება. პირველი მოცულობითი ზონა, ეს არის market profile ინსტრუმენტი, გამოყენებული სამივე მოცულობით ზონაზე. პირველი მოცულობითი ზონა, ეს არის გამყიდველის მოცულობითი ზონა. საიდან მივხვდით? იქიდან გამომდინარე, რომ ფასი გამოდის ქვემოდან, ამ მოცულობით ზონას ტოვებს ქვემოდან. შესაბამისად, ეს იყო გამყიდველის მოცულობითი ზონა. მესამე ნომერი, ეს არის მყიდველის მოცულობითი ზონა, იმიტომ რომ ზემოდან გამოვდივართ, შესაბამისად, ყიდვები მოხდა ამ ზონაში და მესამე ისევ მეორე ნომერი 2, ეს არის ისევ გამყიდველის მოცულობითი ზონა. ეს არის ძალიან მსხვილი მოცულობითი ზონები და ძალიან მნიშვნელოვანი ზონები. ეხლა ვნახოთ, რა ხდება აქ. მეორე მოცულობითი ზონიდან ფასი ჩამოვიდა მესამე ზონაში, მყიდველის ზონაში და ხედავთ, შეხვდა გარკვეული აქტივობა მოხდა, ეგრევე შეიმჩნევა მყიდველის. მოცულობითი ზონა არის მოცულობით ზონას აქვს ზედა და ქვედა ზღვარი. ზედა ზღვარი VAH, ანუ value area high, ნიშნული აი ეს ლურჯი ხაზი, აი ამ კონკრეტული ზონის ზედა ზღვარი. ქვედა ზღვარი ეს არის VAL, ანუ val, იგივე value area low, ქვედა ზღვარი და შუა ნიშნული ეს არის შუა ხაზი წითელი, ეს არის POC, იგივე POC, იგივე point of control. სადაც ყველაზე ნიშნული, რომელზეც ყველაზე დიდი მოცულობები გავიდა ჯამურად აი ამ მოცულობით ზონაში. ეს არის POC. ფასი ჩამოვიდა, შეეხო ქვედა ზღვარს, გარკვეული რეაქცია მიიღო და ამავდროულად აი ამ სანთელზე, ხო? აი ამ შავ სანთელზე, ეს არის შავი სანთელი, მოდით თუ გნებავთ, აი ესე ჩავთავ. აი ამ შავ სანთელში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მის ქვედა ჭრდილში ჩვენ ხედავთ ანომალიურ აქტივობას. ანომალიური აქტივობა იმის შემდეგ, რაც ჩვენ დავინახავთ აი ამ ანომალიებს, ხო? ეს იქნება ანომალია, ეს მრგვა ოვალი არის ანომალია დელტა-T. დელტა ანომალია ნიშნავს იმას, რომ მით უმეტეს შავი სანთლის, ანუ გამყიდველის სანთლის ქვედა ჭრდილში, როცა ფიქსირდება უარყოფითი დელტა ანომალია, ეს ნიშნავს იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ იყო ძალიან სერიოზული მსხვილი გაყიდვები, მარკეტით გაყიდვები, ფასი ვეღარ მიდის, ვეღარ ჩადის დაბლა. შესაბამისად, ვიღაც ლიმიტ მყიდველი გამოჩნდა, მით უმეტეს ეს არის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ვიმყოფებით, ფასი იმყოფება მყიდველის ზონაში, შესაბამისად, გამოიჩინა თავი ლიმიტ მყიდველმა. გააჩერა ფასი, აგერ ლურჯი, ხედავთ აი ამ ლურჯ მართკუთხედსაც, ეს არის ანომალიური მოცულობა უკვე, არა დელტა, არამედ მოცულობა. ის მოცულობა, რომელმაც შეაჩერა ფასის ვარდნა. ჩვენ შემდეგ ხედავთ, რომ გარკვეული რეაქცია მოხდა, იმის შემდეგ, რაც ანომალიები მოხდება, ხო, ანომალიურ აქტივობას დავინახავთ, აუცილებელია შევხედოთ შემდეგ სანთელს, ანუ დასტური უნდა მივიღოთ იმისა, რომ აი ამ ზონაში მართლა რაღაც ინტერესი მოხდა ყიდველისგან, ხო? ყიდველისგან. შეიძლება მოხდეს აი ასეთი რამ, ნახეთ, აი შავი სანთელი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ისევ დაფიქსირდა ანომალიური დელტა, ფასმა ვარდნა ისევ გააგრძელა. შესაბამისად, მით უმეტეს ჩვენ ეს სანთელი იმყოფებოდა HR-ში, ასე ვთქვათ, ის არ შეეხო არც ერთ ზღვარს, ხო?
შესაბამისად, როცა HR-ში ხდება მით უმეტეს ესეთი რამე, არ არის სანდო რა, აუცილებლად ისევ და ისევ, როცა ანომალია ხდება, შემდეგ სანთელს ველოდებით დასტურის სახით რომ მქონდეს ის რომ მართლა აქ რაღაც გამოჩნდა მყიდველი, ხო, ვარდნის შემდეგ მყიდველი, ან პირიქით აპტრენდის შემდეგ რაღაც ვიღაც გამყიდველი გამოჩნდა და ფასმა დაიწყო ვარდნა. ხედავთ რომ დაიწყო, ამ ზონაში მყიდველის მოხდა რეაქცია, სად მოვედით, ნახეთ? როგორც თქვი, ნომერი 1 მოცულობითი ზონა, ის იყო გამყიდველის ზონა, ფასი მოვიდა, ნახეთ? რეაქციის შემდეგ მოდის ფასი და ეხება გამყიდველის მოცულობითი ზონის ქვედა ზღვარს. ეს საზღვრები ლურჯია, ეს ხაზები, ეს იგივე, ვინც ტექნიკურ ანალიზს ვაჭრობს, იგივე მხარდაჭერის და წინააღმდეგობის დონეებია. ზუსტად ეს არის, ოღონდ არა ვიზუალურად, შენ ხატავ არა ვიზუალურად, ტექნიკურ ანალიზში როგორ ხდება? ხდება უბრალოდ ვიზუალურად ხაზის გავლება. ხოლო აქ მოცულობით კლასტერული ანალიზი რით არის კარგი, რომ შენ კონკრეტულად როცა გამოყენებული გაქვს მაგალითად market profile ეს ინსტრუმენტი, ხო, მოცულობით ზონაზე, შენ კონკრეტულად ხედავ კონკრეტულ ხაზებს, რომელსაც ხატავს, ასე ვთქვათ, ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ხატავს თვითონ ეს ინსტრუმენტი. უშუალოდ რაღაც საბირჟო აქტივობაზე, საბირჟო მონაცემებზე დაყრდნობით. არა რაღაც ვიზუალურად, როგორც ტექნიკურ ანალიზის დროს ხდება, ტექნიკური ანალიზის დროს, არამედ საბირჟო მონაცემებზე დაყრდნობით. ფასი, ნახეთ, ფასი ავიდა, შეეხო ქვედა ზღვარს გამყიდველის, ეს ნიშნული 92200 გამოდგა მისთვის როგორც წინააღმდეგობის ზონა, შესაბამისად აქედან მივიღეთ რეაქცია, ნახეთ, წინააღმდეგობა მოხდა, ფასი მოვიდა, შეეხო უკვე პიოსის, მყიდველის ზონის პიოსის და ისევ მიიღო, ეხლა დღევანდელი სანთელია ეს მწვანე, ისევ მიიღო რეაქცია. რომ გითხრათ, მაგალითად, ან ეს სანთელი, ხო, ეს შავი სანთელი, ან თუნდაც ეს ძალიან ძლიერი მყიდველის სანთელია, მოგატყუებთ, იმიტომ რომ ამაზე მეტ მოცულობას და მეტ აქტივობას ველოდებოდი, ყოველ შემთხვევაში მე პირადად ველოდი, რომ უფრო მეტი აქტივობა, უფრო მეტი ანომალია დაფიქსირდებოდა ამ ზონაში. თუმცა მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, ჯერჯერობით ასეა. თუმცა ეს სანთელიც, ნახეთ, მაქსიმალური მოცულობები ქვედა ზღვარში, ქვედა ჩრდილშია გასული, რაც უკვე კარგია, თუმცა მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ ფასი კიდე ჩამოვა და ამ low-ს აუცილებლად მოხსნის. ეს არის ჩემი ვარაუდი, უბრალოდ ვარაუდის დონეზე. ამ წუთას კონკრეტულად რასაც ვხედავთ, იმას გეტყვით, რომ ფასი აშკარად მიდის ამ მაქსიმუმის მოხსნაზე და შესაბამისად დატესტავს. ან გამყიდველის პიოსის, ვინაიდან ჩვენ მყიდველის პიოსის შევეხეთ, ჩვენი მიზანია გამყიდველის პიოსი. შემდეგ ისევ და ისევ რეალურ რეჟიმში, ესე ჩარტი უნდა გავხსნათ და შევხედოთ ამ გამყიდველის პიოსიდან როგორი რეაქცია ექნება ფასს. შეიძლება საერთოდ, არანაირი რეაქცია არ მოხდეს, არაფერი არ მოხდეს, უბრალოდ გააგრძელოს ისევ აღმასვლა. არავინ იცის. წინასწარ, ამას ვერ გეტყვით. რა მოხდება? ის რაც გითხარით, რომ მაგალითად ეს 91000 გაირღვევა და კიდევ უფრო დაბლა ჩამოვა, ესეც რა თქმა უნდა ვარაუდის დონეზეა. უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ მაინც და მაინც ასეთ
ანუ ისეთ ასეთ ეს აქტივობა რაც მოხდა ლიმიტ მყიდველის გასაგებია და კარგია, უბრალოდ უფრო მეტ აქტივობას ველოდებოდი. ჩემი აზრით, უფრო მეტია დაბალ ფასად, უფრო მეტი მოცულობა უნდა დაფიქსირებულიყო. ლურჯი არის ყველაზე დაბალი ანომალიური მოცულობა, ყვითელი არის საშუალო და წითელი აქ არ ფიქსირდება. წითელი მართკუთხედი კვადრატი ეს არის უკვე ძალიან მსხვილი მოცულობა და ძალიან მსხვილი თუ არა, ყვითელს მაინც ველოდებოდი, თუმცა მოკლედ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ ჯერჯერობით. შემდეგი წინააღმდეგობის ნიშნული, როგორც ვთქვი, არის გამყიდველის პიოსი, ზონის პიოსი 97,000. და შემდეგ უკვე ისევ როგორც გითხარით, ანუ ჩარტი უნდა გავხსნათ და შევხედოთ რა რეაქცია მოყვება ამ ყველაფერს. მოდით გადავიდეთ 4 საათიანზე, 4 საათიანი ტაიმფრეიმი, რაც გვეუბნება 4 საათიანი ტაიმფრეიმი, აქ უკვე ჩვენ ფიქსირებული მარკეტ პროფაილი მაქვს გამოყენებული, ფიქსირებული მარკეტ პროფაილი უკვე ინდიკატორებიდან უნდა ავირჩიოთ და იქ არის გამოყენებული კვირის მარკეტ პროფაილი. ანუ ერთი კვირის განმავლობაში იმ დიაპაზონში ის მარკეტ პროფაილი იხატება, ხო? რაც კვირის განმავლობაში გავიდა აი ამ სანთლებში ჯამურად მოცულობები. მოკლედ. აი ეს არის ის სანთელი, ის low, უკანასკნელი low. ეს იყო ერთი კვირა გასული. ნახეთ, რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი? არა, აი ეს წინა კვირა. ეს არის უკვე მიმდინარე კვირა. ხო? აი ეს არის მიმდინარე კვირა. ეს არის წინა, ეს იმის წინა კვირა. რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის სწორედ აი ეს კვირა? იმიტომ რომ ფასი ჯერჯერობით იმყოფება აი ამ კვირის, აი ამ მარკეტ პროფაილის, აი ამ მოცულობითი ზონის უკაცრავად, აი ამ მოცულობითი ზონის ფარგლებში. მოდით მოვნიშნავ აი ამ მოცულობით ზონას, აი ასე და რას დავინახავთ. შეხედეთ, აი ასე. ფასი გამოვიდა აი ამ მოცულობითი ზონის ფარგლებიდან, უпростоრად შეეცადა არა, გამოვიდა, უფრო დაბლა ჩასulis სურვილი ქონდა ალბათ და ნახეთ დელტა როგორი წითელია, თან მაღალი მოცულობები, რაც უფრო მუქია ეს გრაფები, მით უფრო მეტი მოცულობა გავიდა მაგ სანთლებში, მაღალი მოცულობების ფონზე დაფიქსირდა ასევე ანომალიური დელტა სანთლის ქვედა ჭრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისევ და ისევ გავიმეორებ, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მარკეტ გაყიდვები იყო, ეს მარკეტ გაყიდვები უშედეგო იყო, ანუ შედეგი არ მოყვა, უფრო დაბლა ფასი ვერ ჩავიდა. იმიტომ რომ დავიმახსოვროთ აუცილებლად ეს მეგობრებო, რომ ორდერები როგორ უკავშირდებიან აი ბირჟაზე ჩვეულებრივად ერთმანეთს. ნახეთ, მარკეტ ორდერი გაყიდვაზე უკავშირდება ლიმიტ ორდერს ყიდვაზე. მარკეტ ორდერი ყიდვის უკავშირდება ლიმიტ ორდერს გაყიდვაზე. ანუ პირიქით ლიმიტი მარკეტს, მარკეტი ლიმიტს. შესაბამისად, აი ამ ზონაში უკვე გამოჩნდა ლიმიტ მყიდველი, რომელმაც ფასი გააჩერა, ფასის ვარდნა გააჩერა და ჯერჯერობით ფასი იმყოფება, ნახეთ, აქ მოხდა აპტრენდი, ერთგვარი აპტრენდი შეიქმნა წინა კვირის განმავლობაში. აპტრენდი იყო, ფასი შემდეგ ჩერდება გარკვეულ დიაპაზონში, ბალანსი შეიქმნა. სად არის ეს ბალანსი? სად შეიქმნა? აი ამ მნიშვნელოვანი კვირის მოცულობითი ზონის პიოსისთან.
მივიღეთ რეაქცია, ჩამოვიდა, აუცილებელი არ იყო რომ მაინც და მაინც პიოსიდან ჩამოსვა ესეთი დამპი დაფიქსირებული იყო, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა. მოკლედ, დამპი და ისევ, ნახეთ, ეს არის იგივე ქვედა ზღვარი, ხო? აი ამ მნიშვნელოვანი მოცულობითი ზონის. ისევ ჩამოდის ფასი მაღალი მოცულობების ფონზე, ისევ ანომალიური არა, მაგრამ ამ სანთელში, შავ სანთელში გამყიდველის დაფიქსირდა ეს დელტა უარყოფითი გასაგებია, იმიტომ რომ გამყიდველის სანთელი იყო და შემდეგ სანთლებში უკვე ფიქსირდება ანომალიური მოცულობები, რის შემდეგაც ფასი ისევ ბრუნდება უკან ამ მოცულობით ზონაში. ყოველთვის როცა ფასი ესე იმყოფება ერთ ზონაში, ტესტავს ქვედა ზღვარს, მისი მიზანი ყოველთვის იქნება ზედა ზღვარი. როგორც მინიმუმ ეხლა აი ამ სიტუაციაში ფასის მიზანია დატესტოს ზედა ზღვარი აი ამ კვირის მოცულობითი ზონის. ეს არის დაახლოებით 96,000. ეს რაც შეეხება უკვე კვირის ჭრილში რას ველოდებით. ეს არ ნიშნავს რომ ამ კვირის განმავლობაში მოხდება მაინც და მაინც ეს ყველაფერი. შეიძლება უბრალოდ გააგრძელოს ფასმა აი ესეთი რაღაც გვერდული მოძრაობა ამ კვირის განმავლობაში და შემდეგი კვირის დაწყების შემდეგ, აიწიოს ფასმა აი აქამდე 96-მდე. ასე რომ ჯერჯერობით ჩვენი მოლოდინი არის ზედა ზღვარი. აი ამ მნიშვნელოვანი კვირის ზღვარი, ზედა ზღვარი. და შემდეგ როგორც გითხარით, აუცილებლად უნდა გავხსნათ ჩარტი და შევხედოთ რა რეაქცია მოყვება ამას. შეიძლება საერთოდ არანაირი რეაქცია არ მოყვეს ამას და ფასმა ისევ აღმასვლა გააგრძელოს. სავსებით შესაძლებელია. ეს რაც შეეხება ბიტკოინს. საათზე არაფერი ისეთი 15 წუთიანი მოდით ახლა ლაივში რაც ხდება ის განვიხილოთ. ეს უკვე 15 წუთიანი ტაიმფრეიმია, აქ მაგ გამოყენებული უკვე დღიური მარკეტ პროფაილი, ინდიკატორი დღიური მარკეტ პროფაილით. ყოველი ეს მოცულობითი ზონა არის ერთი დღის განმავლობაში ის მოცულობითი ზონა, რაც დაფიქსირდა. ნახეთ, ფასი ცდილობს. ეს არის დღევანდელი დღე, ეს არის გუშინდელი დღე. ფასი გამოდის დღევანდელი დღის საზღვრებიდან, ფარგლებიდან და ფიქსირდება აი ეს, ნახეთ, ოვალი და მწვანე სამკუთხედი. ეს არ არის მაინც და მაინც კარგი, იმიტომ რომ ეს არის უკვე პირიქით, რაც იყო ის წითელი, ეს არის მწვანე. ეს ის შემთხვევა, როცა მიუხედავად მსხვილი ყიდვებისა, ფასი როცა არ მიდის ზემოთ, თუმცა ჯერჯერობით აგრძელებს ფასი აღმასვლას. ის რეაქცია, რაც მოსალოდნელია, ის არ მოყვა რა. ეს როცა ფიქსირდება, აი ეს ანომალიები, ეს ნიშნავს, რომ მარკეტ ყიდვები გაძლიერდა, მაგრამ ჯერჯერობით სინქრონულად მოძრაობს ფასი. მარკეტ ყიდვები გაძლიერდა და ფასი ზევით ადის. კარგით, ასევე გვაქვს, ნახეთ, აი ამ წინა 15 წუთიან სანთელში დაფიქსირდა ანომალიური უკვე მოცულობა. ხოლო ეს არის ანომალია დელტათი და ბიდასკით. კარგით. 15 წუთიანა აი ამ დაბალ ტაიმფრეიმს თავი დავანებოთ. გადავიდეთ ეთერიუმის განხილვაზე. ისევ, ეს არის ეთერიუმის დღიური ტაიმფრეიმი და აქაც იგივენაირად მაქვს ყველაფერი უკვე მონიშნული. ჩავრთოთ ყველა ობიექტი.
ეს არ მინდა. ეს. ისევ გამყიდველის მოცულობითი ზონა, მყიდველის, გამყიდველის. ისევ რანდომულად მაგ მონიშნული, თორე რა თქმა უნდა, თუ რიგის მიხედვით პირველი, მეორე, მესამე იქნებოდა. იყოს ისე როგორც არის. კარგით. ისევ და ისევ ნახეთ რა მოხდა აქ. აქ ეს ანომალიები იგივე მნიშვნელობა აქვს ანომალიებს, რაც წინა, ანუ ბიტკოინის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გამყიდველის ზონიდან ფასი ჩამოდის და ჩვენთვის ფასი, ანუ ფასისთვის მნიშვნელოვანი არის სწორედ აი ეს მოცულობითი ზონა. ეს არის მყიდველის მოცულობითი ზონა. ფასმა თუ გადალახა აი ეს მოცულობითი ზონა, აქაც იგივენაირად როგორც ბიტკოინის შემთხვევაში. თუ გადალახა ფასმა მყიდველის მოცულობითი ზონა, უფრო დაბლა ჩავიდა, არ ვიცი, უკვე დაბლა ჩავა. სწორედ აი ეს მოცულობითი ზონაა მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ისევ განახლდეს აპტრენდი. იმის შემდეგ, რაც ფასი ჩამოდის, მყიდველის მოცულობითი ზონის ზედა ზღვარს, ნახეთ, ტესტავს, იღებს რეაქციას, ეგრევე გამოჩნდა რეაქცია და ტესტავს ეხლა არა, დატესტა გამყიდველის ქვედა ზღვარი. მიიღო რეაქცია. მოხდა კორექცია და ისევ განახლდა აღმავალი მოძრაობა. იმის მიხედვით, რაც მოხდა, ჩემი ვარაუდით, შემდეგი გაჩერება ფასისთვის იქნება სწორედ აქ. POC ეს არის ნიშნული 3345. ეს რაც შეეხება ეთერიუმს, ღიურ ტაიმფრეიმს. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რა დაფიქსირდა მაშინ, როცა ფასის ჩამოსვლა და გაჩერება მოხდა მყიდველის ზონასთან. შეხედეთ უბრალოდ აი ამ სამთელს. მოდით ჩავრთავ ჩვეულებრივ რეჟიმს, ნახეთ. აი ამ შავ სამთელს შეხედეთ. რაც მთავარია მის ქვედა ჭრდილში. დაფიქსირდა აი ეს ნახეთ კასკადი მოცულობების და ანომალიების. ეს ძალიან კარგია. აი ზუსტად აი ასეთი ტიპის ფილტრაციებს, ანუ ასეთი ტიპის ანომალიებს ველოდებოდი ასევე ბიტკოინზე, თუმცა იქ ბევრად ნაკლები მოხდა. წითელი ფერის ნახეთ, ანუ ძალიან მსხვილი მოცულობები დაფიქსირდა. ასევე აი ეს შავი ფერის სანთელი კი შავია, ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ეს არის გამყიდველის, არ არის ეს გამყიდველის სანთელი, მეგობრებო, ეს არის მყიდველის სანთელი. და აგიხსნით რატომ. ეს სანთელი მყიდველისაა, იმიტომ რომ, ნახეთ, მოდით ავირჩიოთ ფიბონაჩი, უბრალოდ რომ ადვილად აგიხსნათ, იმ შემთხვევაში თუ ფასი სანთელი იკეტება, იხურება 50% თუ შავი სანთელია, რა თქმა უნდა, 50%-ის მაღლა, ეს უკვე აღარაა გამყიდველი სანთელი. იგივენაირად, იგივე პრინციპი მუშაობს მწვანე სანთელის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში თქვენ ხედავთ, სად არის 50%-იანი ნიშნული, მის, ანუ ზემოთ, ბევრად არა, მაგრამ ზემოთ მოხდა დაკეტვა ამ სანთლის. და მით უმეტეს ქვედა ჭრდილში ამხელა ანომალიებს როცა ვხედავთ, კი ფერი შავია, თითქოს უფრო მეტი გაყიდვა მოხდა, რა თქმა უნდა, ამ სანთელში, მაგრამ ეს სანთელი არის მყიდველის სანთელი. აქ დომინანტი იყო მყიდველი. ყველა ის გაყიდვა, რაც ამ სანთელში იყო,
ნუ შთანთქა ლიმიტ მყიდველმა. შემდეგ ისევ ანომალიების ფონზე აღმასვლა, წინააღმდეგობა გამყიდველის ზონასთან, ჩამოსვლა, შავი სანთლის უკვე არა ჩრდილში, არამედ სხეულში ვხედავთ ანომალიებს და რეაქციას ისევ აღმავალ რეაქციას. თუ ესე გაგრძელდა და ჩვენ აი ეს ზედა აი ეს მაქსიმუმი მოვხსენით, ჩემი აზრით ფასის მიზანი იქნება როგორც მინიმუმ აი ეს ნიშნული 3345. ეს რაც შეეხება, ნუ იმას რა ქვია, დღიურ ტაიმფრეიმს. მოდით 1 საათიანს შევხედოთ, 1 საათიანზე იგივენაირად როგორც იმაზე იყო, რა ქვია, ბიტკოინზე, აქაც იგივენაირად მაგ უკვე გამოყენებული მარკეტ პროფაილი ოღონდ კვირის მარკეტ პროფაილი, თითეული მოცულობითი ზონა მოიცავს ერთ კვირას, სად მოვდივართ, ნახეთ, იგივენაირად როგორც ბიტკოინზე. ფასი იმყოფება წინა კვირის არა და იმის წინა კვირის მოცულობითი ზონის ფარგლებში. გაჩვენებთ ვიზუალურად, რომ უფრო ადვილად აღქმადი იყოს, აი ასე. ნახეთ, მოხდა ჩამოსვლა, ქვედა ზონის დატესტვა, აღმასვლა, პიოსის, აი ამ კვირის პიოსის დატესტვა, ისევ ჩამოსვლა, თუმცა მინიმუმი ვერ გავარღვიეთ, ანომალიური მოცულობების ფონზე ისევ ამოვედით, შევიდა ფასი ისევ და ისევ აი ამ კვირის მოცულობით ზონაში და როგორც ბიტკოინის შემთხვევაში ვთქვი, ფასის მიზანია მისი ზედა ზღვარი, მინიმალურ მიზანს ვგულისხმობ. მეგობრებო, მინიმალური მიზანი არის ზედა ზღვარი, ანუ ნიშნული, ნუ დაახლოებით 3200. 3200. თუმცა ეხლა ხედავთ, რომ აი ამ სანთლის 1 საათიანი სანთლის მაქსიმუმზე ფიქსირდება ანომალია. კი, სავარაუდოდ თუ სხეულში დაიკეტა ეს ანომალია მოიქცა, ეს სანთელი დაიკეტა, ხო? ეს მწვანე სანთელი და ანომალია მოიქცა ამ სანთლის სხეულში, მაშინ ნუ ეს არ იქნება ცუდი. ეს იქნება პირიქით პოზიტიური მომენტი, მაგრამ თუ ზემოდან, ანუ მაქსიმუმზე დაფიქსირდა, შეიძლება გარკვეული კორექცია მოყვეს ამას. ოკეი. ეს არის ჯერჯერობით ის, რაც ჩანს აი ახლა რეალურ რეჟიმში, რეალურ დროში, რაც ხდება ბიტკოინზე და ეთერიუმზე. ვინც უყურებს YouTube-ზე, შეგახსენებთ, რომ თუ აქტუალური განახლებებია აი ამ განხილვების აპდეიტები გაინტერესებთ, თუ კრიპტო ბაზარზე მიმდინარე მოვლენები გაინტერესებთ, თქვენ ჩემს Telegram არხზე თქვენ ნიუსები არიდება, ვერ დაინახავთ ნიუსებს, ამისთვის გამოიყენეთ სხვა Telegram არხები, ჩემთან იდება ანალიტიკა, კონკრეტული ანალიტიკა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება, ძირითადად რა თქმა უნდა, ლოკომოტივი კრიპტობაზრის ეს არის, რა თქმა უნდა, ბიტკოინი, შესაბამისად, ძირითადი ანალიტიკა ხდება ბიტკოინთან დაკავშირებით, თუმცა ხშირად ვდებ ეთერიუმზეც, ასევე გუშინ დაიდო გარკვეული ანალიტიკა აპტოსზე, იქაც ხდება მსხვილი მონაწილის, ბაზრის მსხვილი მონაწილის მხრიდან გარკვეული აქტივობა, ვფიქრობ, რომ საინტერესოა ეს აქტივი მისთვის, ასე რომ თუ აქტუალური აპდეიტები გჭირდებათ,
აუცილებლად გამოიწერეთ Telegram არხი. ჩემთვისაც იქნება, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და ასევე თქვენთვის იქნება სასარგებლო. ეს ფაქტი. მოკლედ, დავასრულეთ Bitcoin-ის და Ethereum-ის ანალიზი. მოდით გადავიდეთ ორიოდე სიტყვას ვიტყვი. alt სეზონთან დაკავშირებით. ეს alt სეზონის სიტყვა უკვე მესმის, რომ ძალიან დამღლელია უკვე ბევრისთვის და ძალიან, ასე ვთქვათ, იცით როგორია, უკვე ბევრი ნეგატიურად უყურებს კიდევაც. ბევრისთვის არასასიამოვნოა ამის მოსმენაც. ამ სიტყვის მოსმენა, მაგრამ მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ alt სეზონი მოხდება 80 რომ არ ვთქვა 100%-ით, იმიტომ რომ 100%-ით მე პირადად ვერ მეცოდინება რა მოხდება კრიპტობაზარზე თავისთავად ობიექტურად ვიტყვი ასე 99% ღრმად წამს იმისა, რასაც ვიძახი, 99% alt სეზონი იქნება. რატომ? მოდით, აი, რამოდენიმე ჩემს ისე უბრალოდ ჰაერიდან კი არ ვიღებ იმას, რომ უბრალოდ თანხა მაქვს ჩადებული, ხო, ინვესტირებული მაქვს გარკვეული თანხა და ეს უბრალოდ ჩემი სურვილია, რომ მოხდეს alt სეზონი. არა, მეგობრებო, ეს არის ერთგვარი კანონზომიერება. მოდი დავარქვათ ამას ესე. წინა, ანუ ორჯერ მოხდა უკვე alt სეზონი. წინა წლების განმავლობაში უკვე ორჯერ იყო alt სეზონი. ეხლაც მოხდება. აუცილებლად მოხდება, მაგრამ ნახეთ და რატომ მოხდება მაგას გეტყვით. ძალიან ბევრი ETF-ი მიიღეს. ძალიან ბევრი ETF-ია altcoin-ებზე და ზოგადად კრიპტოვალუტებზე მიღებული. Solana-ზე, Ripple-ზე, Bitcoin-ზე და Ethereum-ზე თავისთავად. RIG-ში არიან H-bar-ი და კიდევ ADA, Cardano და კიდევ რამოდენიმე იმაზე მიდის ლაპარაკი, ანუ კრიპტოვალუტაზე. ეს ერთი პოზიტიური მომენტი. მეორე პოზიტიური მომენტი არის ის, რომ მეორე პოზიტიური მომენტია ის, რომ ხდება დაწევა საპროცენტო განაკვეთის. უკვე ორჯერ თუ სამჯერ მოხდა დაწევა ამ პროცენტის და კიდევ აი ახლა დეკემბერში მოსალოდნელია კიდევ ერთი დაწევა. ეს მეორე მომენტი. მესამე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა გუშინ 1 დეკემბერს. რა მოხდა გუშინ 1 დეკემბერს? ძალაში შევიდა ოფიციალურად უკვე ოფიციალურად FED-ი, ანუ იგივე ფედერალური სარეზერვო სისტემა, ამერიკის ცენტრალური ბანკია, იგივე გადავიდა ოფიციალურად მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებაზე, იგივე QE რეჟიმზე გადავიდა. რას ნიშნავს QE რეჟიმი? ანუ ეს პოლიტიკა, შემსუბუქება. ეს ნიშნავს იმას, მეგობრებო, რომ ამ მომენტში რას აკეთებს FED-ი? FED-ი ბანკებისგან და კერძო კომპანიებისგან ყიდულობს ფასიან ქაღალდებს, ობლიგაციებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როცა ყიდულობს, ამ ბანკებს და აი ამ კომპანიებს აძლევს თანხას, ხო, ფულს იხდის ამაში. ამ ფულით, ანუ იმით, რომ ბანკებში ბევრი ფული იდება FED-ის მიერ, ბანკები უფრო ხშირად, უფრო მარტივად გაიცემიან სესხებს, დასცემენ სესხებს. სესხი უფრო და ამავდროულად, როცა ხდება აი ამ პროცენტების დაწევა, ხო? პროცენტების დაწევა, ეს ნიშნავს, რომ ფული უფრო იაფი ხდება. უფრო დაბალია კრედიტის აღება, სესხის აღება. ჩვეულებრივი ამერიკელისთვის. რატომ ვიძახით, ანუ
რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზარი? იმიტომ რომ ყველაზე ფინანსურად ქმედი თუ ნარიანი არის ზუსტად ამერიკული ბაზარი. ის რიტეილია მნიშვნელოვანი, ზუსტად ამერიკული ბაზარია მნიშვნელოვანი, ამერიკელი რიტეილია ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაიწყოს ალსეზონი. რიტეილის გარეშე ვერ დაიწყება ალსეზონი, მეგობრებო, იმიტომ რომ რიტეილს თუ არ აქვს საშუალება, ანუ არ აქვს იაფი ფული, ბჭყალებში რა თქმა უნდა იაფი ფული. არ აქვს საშუალება იმისა, რომ ყველაფერი ძვირია, ყველაფერი არ აქვს იმის საშუალება, რომ ასე ვთქვათ, გვერდზე გადადოს გარკვეული თანხა, ამ თანხებით გარისკოს, შევიდეს, იმიტომ რომ კრიპტო ბაზარი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო ბაზარი, თუ ყველაზე სარისკო არა. ფინანსური ბაზარი, რაც კი არსებობს. შესაბამისად, იმას თუ არ ექნება საშუალება, სხვა ქვეყნებში მით უმეტეს არ იქნება მაგის საშუალება. შესაბამისად, ამერიკელისთვის როცა ხდება ეს მარტივი და ამერიკის ბაზრისთვის ეს არის უკვე, ასე ვთქვათ, შემსუბუქება ხდება მონეტარული პოლიტიკის, აი მაშინ უკვე ნელ-ნელა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რახან გუშინ მიიღეს ხვალიდან, ზეგიდან უკვე დაიწყება. შეიძლება უახლოეს პერიოდში დაიწყოს, ანუ შეიძლება ერთ კვირაში დაიწყოს, ერთ თვეში დაიწყოს, მაგრამ ის რომ დაიწყება, დარწმუნებული ვარ. ასევე, მეგობრებო, ძალიან მნიშვნელოვანია, მინდა გარკვეული რჩევები მივცე ინვესტორებს, ვინც ინვესტირება მოახდინა კრიპტო ბაზარში. თქვენ თუ ელოდებით, რომ თქვენი ინვესტირების შემდეგ, იმის შემდეგ, რაც თქვენ ჩადეთ თანხა კრიპტო ბაზარში, თქვენ თუ ეგრევე რეაქციას ელოდებით, რომ ეგრევე აწევა მოხდება ფასების, ეგრევე დაიწყება ალსეზონი და ერთ კვირაში მე ამოვიღებ გაათმაგებულ თანხას, მასე არ ხდება. მასე არ მომხდარა არასოდეს და ვერც მოხდება. არავინ იცის როდის დაიწყება, ან თუ დაიწყება საერთოდ. ეს ალსეზონი, ანუ ბულრანი ალპებზე. ბულრანი ბიტკოინზე მოხდა და შეიძლება ისევ გაგრძელდეს, მაგრამ ალპებზე არავინ თქვას, რომ ბულრანი ყოფილა. ბულრანი რაღაც დაპამპული ზოგიერთი ალტი, ეს არ ნიშნავს, რომ ბულრანი მოხდა. მე არ ვფიქრობ, ეს ციკლი განსხვავებულია. ეს ციკლი ნამდვილად განსხვავებულია. ეს ციკლი არ გავს წინა ციკლებს, რაც 21 წელს მოხდა, რაც 17 წელს მოხდა, იმ ბულრანს, იმ ალტსეზონს. ალტსეზონი, მოდით, ჯერ არ ვთქვათ, რომ ალტსეზონს შევადარებთ, ჯერ არ მომხდარა ამ ციკლში, ყოველ შემთხვევაში ალტსეზონი, მაგრამ თვითონ ციკლის მიმდინარეობაც, აი ამ ციკლის ბულრანის ბიტკოინზე რომ შევადაროთ წინა ციკლებს, რა თქმა უნდა არ გავს. რატომ არ გავს? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინსტიტუციონალური თანხა შემოდის. ახლა ძალიან დიდია ინტერესი ინსტიტუციონალური თანხა, ეს არ ნიშნავს, რომ აქ შემოდის ისევ პოლიჩეინი, იქ A16Z და ასე შემდეგ. ისინი აქ იყვნენ და ისევ არიან. ანუ ეს ფონდების დასახელებებია. მაგრამ აქ შემოდიან ბევრად მსხვილი ფონდები, ბევრად მსხვილი კაპიტალი, რომელთა ინტერესი არ არის, იცით რა, აი თანხას ჩავდებ და ერთ წელიწადში საერთოდ დავტოვებ ამ ბაზარს. არა, მათ აქვთ უკვე გრძელვადიანი მიზნები. ბევრად გრძელვადიანი მიზნები. უბრალოდ ნიუსებზე დაყნობით გარკვეული ფინანსური ქმედებების გარკვეულ ფინანსურ ქმედებებს მე პირადად
არ გირჩევთ ნიუსებზე დაყნობით, მაგრამ ნიუსები წაიკითხეთ იმასთან დაკავშირებით, მე გირჩევთ ყოველ შემთხვევაში, რომ წაიკითხოთ ნიუსები თუ რა ხდება კრიპტო ბაზარში და ბაზარზე. რა ხდება? ანუ ვინ ჩადო, ვინ იყიდა, ვინ გაყიდა და ასე შემდეგ, რა ინტერესია ამა თუ იმ ინსტიტუციონალური მონაწილის მხრიდან ამა თუ იმ აქტივის და ზოგადად კრიპტო ბაზრის მიმართ და დაინახავთ, რომ ძალიან დიდია, ძალიან დიდი დაინტერესებაა. იგივე Ripple-ზე, მოკლედ რაღაც ისეთი ნიუსები იდება, რომ მაგალითად Ripple უკვე განიხილება როგორც ერთგვარი ჩამნაცვლებელი მომავალში, უახლოეს მომავალში, იმის, რა ქვია, Swift-ის ჩამნაცვლებელი იქნება, რომელიც მუშაობს blockchain-ზე. ანუ ყველა ტექნოლოგია ნელ-ნელა Web 2-დან გადადის Web 3-ზე, იგივე blockchain-ებზე. მაგიტომ ძალიან დიდი დაინტერესება აქვს ინსტიტუციონალების. რატომ მოხდა აქ 10-11 ნოემბრის ეს დამპი? იმიტომ რომ ამ დამპის დროს შესყიდვა მოხდა. გარკვეული, ეხლა ვერ ვიტყვი რომ ყველა აქტივი შეისყიდეს. ალბათ ზოგი შეისყიდეს, ზოგი არა და ასე შემდეგ. შეიძლება ყველა, არ ვიცი, ყველა აქტივზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ყველა მეტნაკლებად ფუნდამენტალურ აქტივი შეისყიდეს. ეს ძალიან მკაფიოდ აშკარა ჩანს ამ აქტივების კლასტერებში, ანუ სანთლებში მაგ დღეების განმავლობაში რაც დაფიქსირდა, სანთლებში რომ ჩავიხედოთ უბრალოდ. მაგიტომ გირჩევთ შეისწავლოთ მოცულობით კლასტერული ანალიზი. ყველაზე ინფორმატიულია და უტყუარია. თქვენ დაინახავთ იმას, რასაც 99% ვერ ხედავს. თქვენ დაინახავთ კონკრეტულად, როგორც რენტგენული მზერით შეხედავთ, რაკურსით შეხედავთ კრიპტო ბაზარს, კონკრეტულ აქტივს. შეხედავთ რა ხდება კონკრეტულად, როგორია ინტერესი გამყიდველის თუ მყიდველის მხრიდან. ამიტომ მე პირადად გირჩევთ შეისწავლოთ მოცულობით კლასტერული ანალიზი. დამიჯერეთ სხვანაირად გაიხსნება თქვენთვის ზოგადად ანალიზი ამა თუ იმ აქტივის და ბევრად რაც მთავარია, ბევრად ეფექტური გახდება ეს ანალიზი. თქვენ არ დაიწყებთ რაღაც სამკუთხედების ხატვას და რაღაც წინააღმდეგობის და იმის, რა ქვია, ხარდაჭერის დონეების ხატვას არ დაიწყებთ, რასაც ქვია. პირდაპირი გაგებით ხატვას. არამედ გამოიყენებთ თუნდაც ამ market profile-ის ინსტრუმენტს და კონკრეტულ ნიშნულებს დაინახავთ, სად არის ამა თუ იმ აქტივის ფასისთვის ხარდაჭერის და წინააღმდეგობის ზონები. დაუბრუნდები იმ თემას, რაც მოხდა 10-11 ნოემბერს, ანუ ამ დამპის დროს იმ ფუნდამენტალურ ძალიან მნიშვნელოვან აქტივებზე, მაგალითისთვის მოვიყვან HBAR-ი, Arbitrum-ი, Toncoin-ი და ასე შემდეგ. ეს ძალიან მსხვილი ისინი, რა ქვია, აქტივები, ყველგან მოხდა შესყიდვა. შეისრუტა უბრალოდ ვიღაცამ ამით ისარგებლა და შეისრუტა მთლიანი ეს შემოთავაზება. ვიღაც ლიმიტ მყიდველმა შეისრუტა მთელი შეთავაზება. რისთვის? თუ არა იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დროს ეს აქტივები დაიპამპოს, ხო? მოხდეს პამპი ამ აქტივების, ოღონდ არა ცალკეულად, არამედ სრულფასოვანი ალსეზონი მოხდეს, რა თქმა უნდა, იმის ფონზე, რომ უკვე ამერიკულ რიტეილს აქვს თანხა ჯიბეში, IAP ფული, ანუ თავისუფალი თანხა აქვს ჯიბეში და ამით უკვე ისარგებლებს ის მანიპულატორი,
რომელიც მოახდენს აი ამ манипуляციას დაიპამპება ეს აქტივები და ყველა დაიწყებს, მოკლედ ეიფორია უნდა მოხდეს, მეგობრებო. მოკლედ და კონკრეტულად, უნდა მოხდეს ეიფორია. ეიფორია ალტკოინებზე, ბიტკოინზეც არ მომხდარა, ჯერ ჩემი აზრით, ბიტკოინზეც არ მომხდარა, ჯერ ეიფორია. უბრალოდ რაღაც ნიუსები იდება ასე შემდეგ და მოკლედ იქ ვიღაცამ შეიძინა, ვიღაცამ გაყიდა და ასე შემდეგ და რაღაც აი ესეთი ჩვეულებრივი ნიუსები როგორც იდებოდა, იგივენაირად იდება. იმ მომენტში, როცა თქვენ დაინახავთ, რომ აი ერთი მეორეს მიყოლებით იწყება პოზიტიური ნიუსები და ამის ფონზე იწყება პამპი და ეიფორია ბიტკოინზე იქნება თუ ზოგადად ალტკოინების ბაზარზე, აი ეს იქნება უკვე ის სტადია, როცა დაიწყება ალტ სეზონი. კონკრეტულად ვერ გეტყვით ახლა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ მასიურ გაყიდვას ბიტკოინის და ჩემი ვარაუდით ჯერჯერობით ბიტკოინს არ დაუმყარებია თავისი მაქსიმუმი, ბევრად მაღლა შეიძლება ავიდეს, სადამდე ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ ჯერ ნაადრევია იმის თქმა, რომ ბიტკოინმა всё დაასრულა ბულრანი, ბიტკოინზე დამთავრდა და უნდა გავყიდოთ. მე ჯერჯერობით ამას ვერ ვიტყვი. მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი აი ეიფორიის სტადია ჯერ ბიტკოინზე არ ყოფილა და მით უმეტეს ალტკოინებზე მით უმეტეს არ ყოფილა. აი ეს ეიფორიის სტადია უნდა მოხდეს, რომ მსხვილი ყიდველი, ვისაც აქვს არა 1, არა 100 და 1000 ბიტკოინი ნაყიდი, არამედ ძალიან ბევრი რაღაც 10,000 თუ 100,000 არა აქტივი ნაყიდი, ის უნდა გამოვიდეს, იმან უნდა ისარგებლოს ამ ეიფორიით. რიტეილი დაიწყებს შესყიდვას, ის დაიწყებს გაყიდვას. აი ეს სტადია არ ყოფილა. რიტეილი ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, რიტეილი ბაზარზე რიტეილი არ არის, აღარ არის. იმდენი გააკეთეს სხვადასხვა манипуляციებით, იმდენი გააკეთეს, დროში იმდენად გაწელეს ეს ყველაფერი, რომ მაქსიმალური ნეგატივია ბაზარზე, მაქსიმალური პესიმისტური განწყობებია ბაზარზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზუსტად ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ დაიწყოს ის ეიფორიის სტადია. აქედან უნდა დაიწყოს. ეიფორიის სტადია ჯერ არ ყოფილა. და ზუსტად ეიფორიის სტადია უნდა მოხდეს. უბრალოდ ესე ალტკოინები დაბლა და დაბლა ჩაადიან, ესე ადვილად ასე ვთქვათ, ამით უფრო ჩვეულებრივი შიში იმას манипуляტორს უნდა ჩვეულებრივად რომ შიში სუფევდეს რიტეილში. რიტეილი ეს არის ჩვეულებრივი, ფიზიკური პირები, როგორც მე და თქვენ. რიტეილში სუფევდეს მაქსიმალური ნეგატივი, პესიმიზმი და რიტეილმა მაქსიმალურად გაყიდოს, განთავისუფლდეს აქტივებისგან. უკვე დაღლილმა დააფიქსიროს თავისი წაგება, მინუსში გაყიდოს თავისი აქტივები და გამოვიდეს ამ ბაზრიდან. ხოლო პამპის შემდეგ, როცა დაიპამპება ეს ბაზარი, აი მაშინ უკვე მოხდეს მათი შემოსვლა. იმიტომ რომ манипуляტორს და მსხვილ მონაწილეს ბაზრის მსხვილ კაპიტალს არ სურს იყიდოს იქ მაგალითად სტარკნეტი $2. რატომ უნდა იყიდოს? პირიქით, თუ ქონდა გაყიდა $2 და ეხლა რაღაც ცენტები ღირს, კაპიკები ღირს, ეხლა პირიქით დაიწყებს ისევ, ასე ვთქვათ, იმის რა ქვია, თავისი ჯიბეების შესქელებას ამ აქტივით. ჩადებს
ჯიბეში ძალიან დიდ მოცულობას და შემდეგ დაიწყებს აკუმულაციას მოახდენს ამ აქტივის და დაიწყებს შემდეგ უკვე დაპამპვას. ნუ მე ასე ვხედავ ამ სიტუაციას. ანუ სულ ნეგატივი ვერ იქნება. უბრალოდ ნუ უყურებთ ჩარტებს. ჩარტებთან ჩარტი უბრალოდ ასე ვთქვათ ჩარტი ეხლა ჩვეულებრივად აი ნებისმიერი ალტკოინის ჩარტი რომ ჩართოთ, თქვენ უბრალოდ დაინახავთ, ასე ვთქვათ, ხო, ფასი ჩადის უფრო დაბლა და უფრო დაბლა და უფრო დაბლა. მაგრამ რეალურად ჩარტებთან ერთად გაანალიზეთ თუ რა ხდება გლობალურად კრიპტობაზარზე. ხდება ის, რომ ისევ და ისევ გავიმეორებ, ძალიან ბევრი ინსტიტუციონალური ფული შემოდის. ეს ის ფულია, რომელიც არ არის გათვლილი 5 წელიწადზე, 10 წელიწადზე და ასე შემდეგ. უკვე აქტიურად ხდება, როგორც ვთქვი, Web 2-დან Web 3-ზე გადასვლა, იგივე blockchain-ზე გადასვლა. ბანკები უკვე აქტიურად იყენებენ იგივე ლინკი, ეს ხომ არის altcoin-ი ასეთი ლინკი, ხო? მისი ტექნოლოგია რაში გამოიყენება? ის აწვდის ინფორმაციას Web 2-დან, ანუ ჩვეულებრივი რეალური სამყაროდან ინფორმაციას აწვდის Web 3 სამყაროში. სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას აწვდის Web 2-დან Web 3-ში. ამ ლინკის ტექნოლოგიად უკვე აქტიურად ბანკები იყენებენ, არა მარტო ბანკები, სხვადასხვა მსხვილი კომპანიები. ასე რომ ამაზე დაფიქრდით, ანუ ესეც გაითვალისწინეთ აუცილებლად. მარტო იმას ნუ უყურებთ, რომ აი ფასი ჩამოდის, აი რა გავაკეთო და ასე შემდეგ. როცა იწყებთ ინვესტირებას, მზად იყავით იმისთვის, რომ ეს არ იქნება ადვილი. მსხვილ კაპიტალს არ უნდა თქვენ რომ მოგებული დარჩეთ. ეს ხომ გასაგებია, არავის არ უნდა, რომ თქვენ რაღაც მოგება ნახოთ. ეს მარტივია. ეს უნდა გაითავისოთ. მათ არ უნდა თქვენ რომ მოგებული დარჩეთ, მოგებაში დარჩეთ. პირიქით, მათ უნდათ რომ თვითონ დარჩნენ მოგებაში. და თქვენ იყოთ ზუსტად ის ლიკვიდურობა, ანუ ის ადამიანები იყოთ, ვინც ამ ყველაფერს შეისყიდის იმ ფასად, რომელიც მათ აწყობთ. მათ არ აწყობთ, რომ თქვენ მაგალითად იგივე სტარკნეტი რაღაც ცენტებად იყიდოთ. რაში აწყობთ? პირიქით, თქვენ უნდა გაყიდოთ უკვე, იმიტომ რომ უმეტესობა იმყოფება ძალიან უკვე დეპრესიაში, უკვე საერთოდ აღარაფერი არ უნდა, ბევრს უნდა უბრალოდ ჩვეულებრივად ნულში მაინც გამოვიდეს, ანუ არანაირი მოგება აღარ უნდათ, ოღონდაც აი ეს თანხა მოიღონ, რაც ჩადეს. ხოლო იმ მსხვილ კაპიტალს ზუსტად ეს უნდა. თქვენ ან ნულში გაყიდოთ, ან საერთოდ მინუსში გაყიდოთ თქვენი აქტივები. თქვენ რო ყიდით, ვიღაც ხომ ყიდულობს. დაფიქრდით იმაზე, ვინ ყიდულობს. რატომ ფიქსირდება ეხლა თუნდაც აი უყურეთ, ეს არის ეთერიუმის ჩარტი, რატომ ფიქსირდება ანომალიური აქტივობა? იმიტომ რომ ვიღაც დაინტერესებული არის, ხო? ისე უბრალოდ ხო არ ხდება რაღაც პამპი და დამპი და ასე შემდეგ. ასე რომ ბევრად თუ აიღეთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, თუ აიღეთ იმის პასუხისმგებლობა, რომ ჩადეთ თანხა, უბრალოდ თუ დაიწყეთ თანხის ინვესტირება კრიპტო ბაზარში, მაშინ აიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა ყველაფერზე.
ყველაფერი იმაზე, რაც მოყვება ამას. ეს არ ნიშნავს, რომ ეგრევე დაიწყება ალსეზონი და თქვენ გაასმაგებულ თანხას ამოიღებთ. იყავით მზად იმისთვის, რომ ეს იქნება ძალიან რთული. დროში გაიწელება, ამისთვის მზად უნდა იყოთ. უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ ფასი უფრო ჩამოვა, იმიტომ რომ არავინ იცის ის ზუსტი ნიშნული, საიდან მოხდება ფასის შემოbrunება. შესაბამისად, ყოველთვის გარკვეული თანხა უნდა გქონდეთ იმისთვის, რომ გაანახევროთ თქვენი საშუალო ყიდვის ფასი. მაგალითად, იყიდეთ 1 ბიტკოინი 50,000-ის ნიშნულზე, ჩამოვიდა 40-ზე კიდევ 1 ბიტკოინი იყიდეთ, ისე უხეშად ვიძახი, 1 ბიტკოინის საშუალება, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ ყველას არ აქვს უпростоრად. მაგრამ რაღაც ნაწილი რა. ეცადეთ ყოველთვის იყიდოთ ის რაოდენობა, ზუსტად ის რაოდენობა, რომლითაც, რამდენიცაც ყიდულობთ ყოველთვის რა. ან უფრო თუ ჩამოდის, უფრო მეტი იყიდეთ. თუ გაგვთ, რა თქმა უნდა, ამის საშუალება. თქვენ ამით დააწევთ თქვენ საშუალო ყიდვის ფასს. და თუ მაინც და მაინც იქნებით ძალიან პესიმისტურად განწყობილი და აღარ გინდათ გაჩერება კრიპტობაზარზე, ხო? მაგალითად, მოდით ავხსნი ჩემს ნათქვამს. მე თუ მაგალითად ეთერიუმი ვიყიდე ამ ნიშნულზე, შემდეგ ეთერიუმი ვიყიდე აქ, შემდეგ ეთერიუმი ვიყიდე აქ. ჩემი საშუალო ფასი გამოდის ეს საშუალო ხაზი. და მაგალითად წარმოვიდგინოთ, რომ პამპა ფასი მოვიდა აქამდე, აღარ მაქვს სურვილი გავჩერდე აქ. რას გავაკეთებ? ავიღე და გავყიდე 0-ში. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი არა მთელი დეპოზიტი იყიდოთ, მაგალითად თუ გაგაჩნიათ $1000. არ აიღოთ და არ ჩადოთ ეს $1000 ერთ აქტივში, კაი, გასაგებია, შეგიძლიათ ჩადოთ ერთ აქტივში, მაგრამ ერთ კონკრეტულ ნიშნულზე არ იყიდოთ. გაყავით და რაღაც გარკვეული ზუსტი გარკვეული რაოდენობა იყიდეთ, მაგალითად, აქ იყიდეთ, აქ და შემდეგ აქ. ან 3-ად, ან 5-ad, მოკლედ, გარკვეული მაინც ანალიზი გჭირდებათ ფასის. ნებისმიერი ინვესტორი, ჩემი აზრით, მაინც უნდა ისე არ უნდა იყოს, რომ მოვედი კრიპტობაზარზე, მაქვს $1000, მოდი აქ დავიწყებ შესყიდვას. რატომ მიიწყებ აქ შესყიდვას, როცა გარკვეული ანალიზის ჩატარება შეგიძლია, ან ვიღაცას მოусმინე მაინც და უფრო დაბალ ფასად დაიწყე შესყიდვა. ანუ, რისი თქმა მინდა? ცოტა მაინც უნდა ერკვეოდე იქ, სადაც რატომ არ შევდივარ მაგალითად საფონდო ბირჟაზე. ჯერჯერობით, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. არ მაქვს ნაკიდი არც ერთი აქცია, არც ერთი კომპანიის, იმიტომ რომ ვერ ვერკვევი ჯერჯერობით ამ ეტაპზე, ვერ ვერკვევი ამ აქციების ფასებში და ასე შემდეგ. აქციებში რომელი უნდა იყიდო, რატომ უნდა იყიდო და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იქ ვერ ვერკვევი, არ ვარ კომპეტენტური. ხოლო აქ ბევრად მეტი კომპეტენცია გამაჩნია. ასე რომ ესე, მეგობრებო, ეს იყო ის, რისი თქმაც მინდოდა. ფიქრობ, საინტერესო გამოვიდა. ანალიზთან ერთად ბიტკოინის და ეთერიუმის ასევე გაგიზიარეთ ჩემი აზრი ალსეზონთან დაკავშირებით. თუ ვინმეს კითხვა გაქვთ, შეგიძლიათ დამისვათ. გისმენთ.
შეგიძლიათ ჩატში მოიწეროთ. ესეთი შეკითხვაა, მაინტერესებს როგორ იყენებ ვაიკოპს კლასტერულ ანალიზთან ერთად. ახლა კონკრეტულ შემთხვევაში ეხლა ეს შეკითხვა, ასე ვთქვათ, კონკრეტულად აი ამ სტრიმის დროს რომ დავიწყო აი ამის ახსნა, ცოტა ბევრად გაიწელება ეს სტრიმი. მოდი ამ შეკითხვაზე გიპასუხებ უკვე ჩვენს ჩატში. ჩატში გიპასუხებ Telegram ჩატში. ასევე მეგობრებო, ვინც YouTube-ზე უყურებთ, აუცილებლად ჩემი რჩევა იქნება გამოიწეროთ როგორც Telegram არხი, ასევე ჩვენ ჩატშიც გაწევრიანდეთ Telegram ჩატში. იქ ყოველთვის ვიმყოფები ჩემს აუდიტორიასთან ხაზზე, მაქსიმალურად ხაზზე ვარ, ნებისმიერი შეკითხვა შეგიძლიათ დამისვათ, ნებისმიერ რამეზე კითხოთ, რაშიც კომპეტენტური ვარ, რა თქმა უნდა, და შევეცდები თქვენს დახმარებას. მოკლედ, ასე, გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით, ინვესტორებს კიდევ ერთხელ, ყველაფერი კარგად იქნება. გისურვებთ უამრავ გამარჯვებას. კარგად იყავ